კედუხელი რაინდი ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციას ეროვნულ არქივში აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაემართა. წიგნი აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყანე მუხარის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს. დღესვე აფხაზეთში პირველი საგანმანათლებლო კერების საარქივო მასალების გამოფენაც მოეწყო. აფხაზეთის საშუალო სკოლას 160 წელი შეუსვიდა. ვფიქრობ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიას კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეეძინა და ამ წიგნში მოთხრობილია მისი მოღვაწეობა იმ პერიოდში, როცა სწორედ ბოლშევიკურმა ოკუპაციამ მოახდინა ანექსია საქართველოს ტერიტორიების და რა თქმა უნდა ძველი ტერიტორიის აფხაზეთისა. ყველაფერი რაც უკავშირდება არზაყანე მუხარის ძალიან მნიშვნელოვანი ეს პრეზენტაცია პრეზენტაცია რომელიც ერთად საარქივო მასალებზეა და ძალიან მნიშვნელოვანი კომისია სამწელი დაშიდა მომზადება და მასალების მიღებას მიმოწერა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ არქივებთან და აი შეიკონა ეს დიდი მოზაიკურად აეწყო და ეხება არზაყანე მუხარის აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველ თავმჯდომარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.